ზონა 51 ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების ზესაიდუმლო მიწისქვეშა ბაზაა, რომელიც ნევადა შტატის უდაბნოშია განთავსებული. მისი პოვნა Google-ის რუკაზე უპრობლემოდ შეგიძლიათ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ალბათ მის შესახებ ყველას სმენია. მასზე შექმნილია არაერთი მიმი, უამრავი YouTube ვიდეო და უამრავი შეთქმულების თეორია, მაგრამ ის თუ რა ხდება ზონა 51-ში დღემდე უცნობია. ის ცივი ომის პერიოდიდან არსებობს. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ კი მისი არსებობა ოფიციალურად მხოლოდ 2013 წელს დაადასტურა. ამერიკული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ამ ბაზაზე შეისწავლიან უცხო პლანეტურ ტექნოლოგიებს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი ფიქრობს, რომ არა მხოლოდ ტექნოლოგიებს, არამედ თავად უცხო პლანეტელებსაც შეისწავლიან. მაგრამ რა ხდება აქ სინამდვილეში? უფოლოგებს და შეთქმულების თეორიის მომხრეებს იმდენად აინტერესებთ მოკლედ ის თუ რა ხდება ზონა 51-ში, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ მისი შტურმით აღება უნდოდათ. დღევანდელ ვიდეოში მოდით ერთად გავარკვიოთ იმაში თუ რა შეიძლება იმალებოდეს ზონა 51-ის ტერიტორიაზე და მანამ სანამ თქვენ ვიდეოს ალაიქებთ და სოციალურ ქსელებში აზიარებთ, გეტყვით იმას, რომ მაქსიმალურად ვესწრები, რომ არხზე ახალ-ახალი რუბრიკები შევმატო და მოკლედ კეთილი იყოს თქვენი ფეხი რუბრიკა შეთქმულების თეორიებში. მოკლედ, დავიწყეთ საუბარი ზონა 51-ზე. ზონა 51 იმყოფება ნელის პოლიგონის ბაზაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალებს ეკუთვნის. ბაზა ლას-ვეგასიდან 13 კილომეტრშია განთავსებული. თავად პოლიგონი კი საკმაოდ დიდია და იგი 18000 კვადრატულ კილომეტრზეა გაშლილი. ამ 18000 კვადრატული კილომეტრიდან 13000 დახურული ზონაა და ამ ზონის თავზე სამგზავრო თვითმფრინავებისთვის აკრძალულია ფრენა. ნელის ოფიციალურ საიტზე მითითებულია, რომ ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სივრცე სამხედრო ოპერაციებისთვის, რაც პრინციპში ლოგიკურია. უდაბნოს დაბომბვა საკმაოდ მარტივია ახალი იარაღის გამოსდის დროს, რადგან აქ არავინ ცხოვრობს და მსხვერპლის თეორიული რაოდენობა მინიმალურამდეა დაყვანილი. მეორეს მხრივ კი უფოლოგები ფიქრობენ, რომ ყველაფერი იმდენად მარტივად არ არის, როგორც ამას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ამბობს. მეტისაც შეიძლება დამალო უცხო პლანეტელი, თუ არა უდაბნოში, სადაც კაცი შვილი არ ცხოვრობს. კაი, მოკლედ, მოდი ამ ყველაფერს თავი დავანებოთ ჯერჯერობით და ბაზის ისტორიას მოგიყვებით. 1954 წელს დვაიტ ეიზენჰაუერმა გასცა ბრძანება, რომ ახალი თვითმფრინავებისთვის საჭირო იყოს შესაბამისი ტერიტორიის მოძებნა. ტერიტორია უნდა ყოფილიყო დამალული, ან როგორც მინიმუმ, მის შესახებ არ უნდა ცოდნოდათ საბჭოელ ჯაშუშებს. სპეციალისტებმა შეარჩიეს ნევადაში არსებული გრუმის ტბის მიმდებარე ტერიტორია. ომამდე ეს ადგილი ეკუთვნოდა ადგილობრივი რედნექების ოჯახს. სხვათა შორის მათ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვთ. მიწაზე, რომელსაც ისინი ფლობდნენ, იყო ვერცხლის, ტყვის და ცოტაოდენი ოქროს საბადოც. ამიტომაც ისინი სახელმწიფოს შემოთავაზებას თავიდანვე არ დათანხმებულან და $5 მილიონ მიწა არ გაყიდეს. ოჯახი $40 მილიონ ითხოვდა. საბოლოო ჯამში კი მიწა სახელმწიფომ დაისაკუთრა. ოჯახმა კომპენსაციის სახით მხოლოდ $1 მილიონი მიიღო. ხომ, ხანდახან ასეთებიც ხდება ხოლმე. მოკლედ, საბოლოო ჯამში ზონა 51 თავიდან იყო ჩვეულებრივი ავიაბაზა, რომელზეც იტესტებოდა თვითმფრინავები. ოღონდ ჩვეულებრივები არა, ისეთები, რომლებსაც შეეძლოთ ატომური ბომბის თან წაღება და გარდა ამისა ძალიან მაღალი სივრციდან ფოტოების გადაღება. შემდგომ კი ამ ტერიტორიაზე დაიწყეს მზვერავი თვითმფრინავების ტესტირება. სწორედ აქ ტესტავდნენ ცნობილ U-2-ის თვითმფრინავს, რომელიც Lockheed Martin-ის კომპანიის მიერ იყო შექმნილი და რომელსაც სხვადასხვა ტექნიკითა და ფოტოაპარატებით აღჭურვილს რადარების მოქმედების არეალზე მაღლა უნდა ეფრინა. თვითმფრინავს საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამხედრო ობიექტები უნდა გადაეღო. სწორედ U-2-ზე დაფრინავდა ცნობილი ჯაშუში ფრენსის გერი პოუერსი, რომელიც 1960 წლის 1 მაისს საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს და შემდეგ იგი ამერიკელებმა საბჭოელებს გაუცვალეს ჯაშუშ რუდოლფ აბელში. ალბათ გიჩნდებათ კითხვა, რა შუაშია ავიაბაზა, ავიაბაზის ისტორია და შეთქმულების ის თეორია, რომელშიც უცხო პლანეტელები ფიგურირებენ. არ ინერვიულოთ, ყველაფერს ძალიან მალე გაიგებთ. მოკლედ, სამხედრო თვითმფრინავების ტესტირების პროცესი იმდენად გამკაცრებული და გასაიდუმლოებული იყო, რომ თავად თვითმფრინავი დაშლილ მდგომარეობაში მიიყვანეს ზონა 51-ის ტერიტორიაზე იმისთვის, რომ საბჭოელ ჯაშუშებს ვერც კი გაეგოთ რა არის. ადგილზე მიტანის შემდეგ დაშლილი თვითმფრინავი ააწყვეს
და ამავე ტერიტორიაზე დაიწყეს მისი ტესტირება. სწორედ აქვე ტესტავდნენ Lockheed SR-71-ს და სხვა საფრენ აპარატებსაც. სწორედ ეს არის ის პერიოდი, როცა გაზეთებში ჩნდება პირველი სტატიები ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, ცაში არსებულ უცნაურ ნათებასა და უცნაური ფორმის საფრენ აპარატებზე. შეუძლებელია ვისაუბრო უცხოპლანეტელებზე, ზონა 51-ზე და არ ვახსენო როზველის ინციდენტი. მოკლედ, თუ ყველაფერი დეტალებში არ იცით, ძალიან მოკლედ მოგიყვებით ერთ პატარა ისტორიას. 1947 წელს ნიუ-მეხიკოში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოვარდა, რომელშიც ლეგენდის მიხედვით უცხოპლანეტელების სხეულები იპოვეს. მეტიც, ერთ-ერთი ნეშტი მუზეუმშიც კი შეინახეს და ამის სამსახველი კადრები ისტორიას ისევე აქვს შემონახული, როგორც უცხოპლანეტელების გაკვეთის კადრები. მაგრამ ყველა მტკიცებულება, რა თქმა უნდა, ყალბი აღმოჩნდა. სკეპტიკოსებმა ორიგინალი ფოტომასალა დაამუშავეს და გაირკვა, რომ უცხოპლანეტელი 2 წლის მუმიფიცირებული ბავშვის სხეული ყოფილა. თუმცა უფოლოგები რა თქმა უნდა იმას ამტკიცებდნენ, რომ ამ უძველესი ფოტოს ნიმუშიდან შეუძლებელია რაიმეს ამოკითხვა. არა და ეხლა ისეთ რაღაცას გეტყვით, არავის არ უთხრათ. მოკლედ, უფოლოგებმა არ იციან, მაგრამ ეს ექსპონატი 1938 წლით თარიღდება, ანუ 9 წლით უფრო ადრე ვიდრე როზველის ინციდენტი. შეეძლოთ გაერკვიათ, მაგრამ არ უნდათ. საბოლოო ჯამში ამოუცნობი მფრინავი ობიექტის შემსწავლელებს, ანუ უფოლოგებს, მოუწიათ კონკრეტულად ამ არგუმენტთან ბოდიშის მოხდა და დანებება, მაგრამ მათ კიდევ ერთი ძალიან მძლავრი არგუმენტი ჰქონდათ ჯიბეში, მოკლედ არგუმენტი ჰქონდათ. 1995 წელს ცნობილმა ბრიტანელმა პროდიუსერმა რეი სანტილიმ იდუმალებით მოცული კადრები აჩვენა კაცობრიობას, სადაც ჩანს თუ როგორ კვეთენ უცხოპლანეტელს. სიუჟეტი ტელევიზიებში გაუშვეს და მასში ნათლად ჩანს თუ როგორ კვეთს ექიმი არსებას, რომელიც ფანტასტიკური ჟანრის ფილმებიდან გადმოსულ უცხოპლანეტელს წააგავს. მაგრამ კიდევ ერთი პატარა დეტალი. ექსპერტებმა, რომლებმაც რა თქმა უნდა ეს ვიდეო ნახეს, გაკვეთის ექსპერტებმა, სამხარაულის ექსპერტებმა, იქ სხვა ექსპერტები იყვნენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, დაადგინეს, რომ გაკვეთის დროს იმდენად კატასტროფული სამედიცინო შეცდომები და ხარვეზები ჰქონდათ ამ ექიმებს, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ ეს კადრები რეალური ყოფილიყო. მოდით ასე ვქნათ, ექსპერტების აზრები ცოტათი გვერდზე გადავდოთ, ისე თითქოს მათი აზრი უმნიშვნელოა და კიდევ ერთ არგუმენტს გეტყვით იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის როზველის ინციდენტში აღმოჩენილი უცხოპლანეტელი ყალბი. დიდი ალბათობით ჯონ ჰემფრის შესახებ არაფერი ხსმენიათ. გულწრფელად რომ გითხრათ, მანამ სანამ ამ ვიდეოზე მასალის ძიებას დავიწყებდი, არც მე. მოკლედ, ჯონ ჰემფრი არის ძალიან ცნობილი მოქანდაკე, რომელიც მუშაობდა ისეთ ფილმებზე, როგორიც არის ჩარლი და შოკოლადის ქარხანა, სერიალი Doctor Who და გარდა ამისა ფილმი უცხოპლანეტელის გაკვეთა, სადაც მან ზუსტად იგივენაირი უცხოპლანეტელის სხეული დაამზადა და თავად მოირგო ქირურგის როლი. მოდით ბარემ ბოლომდე გავაქარწყლოთ ეს სასწაული არგუმენტი უცხოპლანეტელის სხეულთან დაკავშირებით და ვთქვათ აქვე ისიც, რომ 2006 წელს რეი სანტილიმ, ანუ იმ ტიპმა, ვინც ეს ფილმი გადაიღო, თქვა, რომ ფილმი ყალბიაო. ხო, ანუ თვითონ აღიარა, რომ ფილმი არის ყალბი. ოკეი, მე მგონი რეი სანტილიზე და მის გადაღებულ ფილმზე საკმარისზე მეტად ვისაუბრე. მოდი ახლა მივუბრუნდეთ ზონა 51-ს და ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ტიპის ექსპერიმენტებს ატარებდნენ მან და ზოგადად რაზე მუშაობდნენ. 1959 წელს ქალაქ რინოს გაზეთში, რომელიც ზონა 51-ის ჩრდილოეთით მდებარეობდა, დაიბეჭდა სტატია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ ჰაერში მფრინავი ობიექტი შეამჩნია, რომელიც მწვანე დანათებდა და ბევრად უფრო ჩქარა დაფრინავდა, ვიდრე საჯაროდ ცნობილი ნებისმიერი სხვა საფრენი აპარატი. ახლა ალბათ ფიქრობთ, რომ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ან გაზეთი დახურა, ან სტატიის ამოღება გადაწყვიტა. არა, რა თქმა უნდა არა. პირიქით, სახელმწიფოს აწყობდა, რომ მოსახლეობას რეალური ფაქტების, ანუ იმის ნაცვლად, რომ სოდნოდათ აქ გასაიდუმლოებულ თვითმფრინავებს ტესტავენო, დაეჯერებინათ უცხოპლანეტელების არსებობა. ასე საიდუმლო ბევრად უფრო კარგად შეინახებოდა, იმიტომ რომ მანამ სანამ საზოგადოება ისაუბრებდა უცხოპლანეტელებზე, მოწინააღმდეგე სახელმწიფოებს არ ეცოდინებოდათ ის თუ რა ხდებოდა აქ სინამდვილეში. და ის საუბრები, რომლებიც ჭორის დონეზე ვრცელდებოდა,
უბრალოდ უფოლოგების ბოდვა ჩაითვლებოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მთელი ცივი ომის განმავლობაში ამერიკელები არა მხოლოდ ქმნიდნენ ახალ საფრენ აპარატებს, არამედ შეისწავლიდნენ ჩამოგდებულ საბჭოურ ავიატექნიკასაც. მაგალითისთვის 1968 წელს აქ მოხდა 2 MiG-17, რომლის სირიელი პილოტებიც წვრთნების დროს აცდნენ მარშრუტს და ისრაელის ტერიტორიაზე დასხდნენ. ისრაელმა კი თავის მხრივ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა. ეს გასაკვირი არცაა. ტაქტიკა მარტივი იყო. მოწინააღმდეგის დაზიანებულ, ან უკეთეს შემთხვევაში საღად შენარჩუნებულ ტექნიკაზე ნადირობა მიდიოდა. ამერიკელებმა ისრაელს საკმაოდ დიდი გასამრჯელო გადაუხადეს რეაქტიული გამანადგურებლების სანაცვლოდ. 1974 წელს სამხედრო ბაზას, ისევე როგორც ზონა 51-ს საფრთხე შეექმნა. მიზეზი ის გახლდათ, რომ NASA-ს კვლევითმა ცენტრმა სატელიტის ფოტოები გამოაქვეყნა გრუვის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბუნებრივია ზონა 51 ჩანდა. აქ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ეს ზონა 51 იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ NASA-ს თანამშრომლებმაც კი არ იცოდნენ, რომ რაღაც საიდუმლო ობიექტი არსებობდა მანდ. ხო, მოკლედ, ამაზე რა თქმა უნდა, CIA-მ და NASA-მ ერთმანეთს ააყარეს, მაგრამ მერე სადღაც გააცნობიერეს, რომ საბჭოელებსაც ჰქონდათ შესაბამისი კოსმოსური ხომალდები, კი არა და სატელიტები, რომელთა დახმარებითაც გადაიღებდნენ რორამე გრუვის ტბის მიმდებარე ტერიტორიას. ცივი ომის დროს უფოლოგები ჯერ არც კი ვარაუდობდნენ და თეორიაშიც კი არ ჰქონდათ წარმოდგენილი, რომ ცოტა ხანში ზონა 51-ის შესახებ სოფლიო ალაპარაკდებოდა. იმიტომ რომ ამ ადგილის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მაგრამ ყველაფერი 1989 წელს შეიცვალა, როდესაც ჯორჯ ნაპმა ლას-ვეგასის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ფიზიკოსი ბობ ლაზარი დაპატიჟა. ლაზარი ობიექტ S4-ზე მუშაობდა, რომელიც სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე იყო განთავსებული. ლაზარი ინტერვიუში საუბრობდა იმაზე, რომ იგი აქ ლოს-ალამოსის ამერიკის ბირთვული პროექტის, მანჰეტენის ცენტრალური ლაბორატორიიდან გადმოიყვანეს. ბობ ლაზარის თქმით, ახალ სამუშაო სივრცეში მასაც და მის თანამშრომლებსაც უწევდათ უცხოპლანეტურ ტექნოლოგიებთან და უშუალოდ უცხოპლანეტელებთან კომუნიკაცია, მათ ტექნოლოგიებზე მუშაობა, მათი გაკვეთა და ასე შემდეგ. აი ამან, რა თქმა უნდა, მისცა დასაწყისი აბსოლუტურად ყველა კონსპირაციულ თეორიას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა ზონა 51-ში. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ხალხმა ზუსტად ის გაიგო, რისი მოსმენაც ასე ძალიან სურდა. ინტერვიუს დაორგანიზებაში ჯორჯ ლირი, ცნობილი ავიამაგნატ ბილ ლირის შვილი იღებდა მონაწილეობას. იგი თავად იყო პილოტი და 1967-1980 წლებში CIA-ის მიერ დაორგანიზებულ მისიებში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის ვიეტნამში. 1987 წელს ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმში, მას შემდეგ რაც მამის ქონება მემკვიდრეობით ვერ მიიღო, ჯორჯ ლირმა დაუჯერებელი ისტორიების გამოქვეყნება დაიწყო. მათ შორის იგი საუბრობდა იმაზე, რომ სახელმწიფო უკვე წლებია თანამშრომლობს უცხოპლანეტელებთან და მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოებაში მათი არსებობის შესახებ ნელ-ნელა, ფარულად და შეპარვით ინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის ჰოლივუდის ისეთი პოპულარული ფილმების დახმარებით, როგორებიცაა მესამე ხარისხის ახლო კონტაქტი და უცხოპლანეტელი. ისე როგორი უცნაური დამთხვევა არა, ანუ ავიამაგნატის შვილმა მემკვიდრეობით არაფერი არ მიიღო, არც ფული, არც თავად ავიაკომპანია და ეს სრულიად მოულოდნელად არსაიდან დაიწყო ფანტასტიკური ჟანრის წიგნების წერა. წიგნები, სადაც უცხოპლანეტელებზე საუბრობს. ნეტა რატო? რას ფიქრობთ? ფული ხო არ მოუნდა ჯიგარს? კაი. მოკლედ, ამ საკითხს მოდი დროებით შევეშვათ და მიუბრუნდეთ ჯორჯ ლაზარის ისტორიას. მოკლედ, ბობ ლაზარის დახმარებით მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილმა ავიამაგნატის შვილმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოებისთვის დაეჯერებინა თითქოს ზონა 51-ში CIA-ის თანამშრომლები მუშაობენ უცხოპლანეტელების საფრენ აპარატებზე, მათი სხეულის გაკვეთაზე და მსგავს საკითხებზე. თითქოს ისინი უცხოპლანეტურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ახალ საფრენ აპარატებს, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკას და საკომუნიკაციო საშუალებებს იგონებენ. ლაზარი ამ ისტორიებით არ შემოფარგლულა. ისაუბრობდა იმაზე, რომ ზონა 51-ში ისეთი ტექნოლოგიები ინახება, რომლებიც კაცობრიობას ეყოფა საიმისოდ, რომ დედამიწაზე 60 მოაწყოს, არ დასჭირდეს ელექტროსადგურები და მათი დახმარებით შესაძლებელია უსაშლო ენერგიის მიღება.
მაგრამ ამერიკის ხელისუფლება არაპირებს ამ ტექნოლოგიების ხალხისთვის გაზიარებას და მათ მხოლოდ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებს. იგი ასევე საუბრობდა მოწყობილობაზე, რომელიც დროისა და სივრცის გარღვევას ახერხებდა 115 ატომური ელემენტის დახმარებით. აქ ერთი ძალიან სუპერ ულტრა მეგა მნიშვნელოვანი რამ არის ხაზგასასმელი და გასათვალისწინებელი. 2003 წლამდე 115 ელემენტი უბრალოდ არ არსებობდა. მისი სინთეზირება 2003 წელს მოხერხდა და ელემენტს ეწოდა მოსკოვიუმი. მოსკოვიუმი, ხო, არ მოგესმათ. იმიტომ რომ მისი სინთეზირება მოხერხდა დუბნაში. ლაზარის თქმით, ზონა 51-ში 9 ცალი უცხო პლანეტელების თებში ინახებოდა. აქ იმასაც გაუშვათ ხაზი, რომ ეს უცხო პლანეტელების თებში ცოტა მომცრო ზომის იყო და მასში ადამიანის მსგავსი უცხო პლანეტელები ისხდნენ. ხო, და გარდა ამისა კიდევ ერთი ფაქტი. ლაზარს მათთან კომუნიკაცია ჰქონდა. ლაზარი საუბრობდა იმაზეც, რომ უცხო პლანეტელები, რომელთა ტექნოლოგიებსაც CIA შეისწავლიდა, იყვნენ ზეტა რეტიკულის ვარსკვლავების სისტემიდან. ეს ვარსკვლავური სისტემა უფოლოგებისთვის კარგად იყო ცნობილი, იმიტომ რომ სწორედ მასთან არის დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული უცხო პლანეტელების მიერ გატაცებული ადამიანების ისტორია. 1961 წელს ჰილების ოჯახი დაუკავშირდა სპეციალისტებს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ფრინავ თებშზე აღმოჩნდნენ და არ იცოდნენ სად იყვნენ. ბეტი ჰილმა ჰიპნოზის სეანსის დროს შეძლო და გაიხსენა ის ვარსკვლავების სისტემა, რომელშიც უცხო პლანეტელებმა წაიყვანეს. მოგვიანებით ასტრონომებმა შეადარეს ბეტი ჰილის მიერ დახატული ვარსკვლავური რუკა ერთ-ერთ რეალურად არსებულს და დაასკვნეს, რომ საუბარი იყო სწორედ ზეტა რეტიკულზე, რომელშიც თეორიულად შესაძლებელია, რომ არსებობდეს დედამიწის მსგავსი პლანეტა, სადაც შეიძლება იყოს განვითარებული სიცოცხლე. ყველაფერი ისე მიდის, რომ ლამის მეს დავიჯერო, რომ ზონა 51-ში მართლაც ყავთ უცხო პლანეტელები და გარდა ამისა ბეტი ჰილი და მისი მეუღლე უცხო პლანეტელებმა მართლაც გაიტაცეს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ვარსკვლავური სისტემა ზოგადად სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებისთვის არ ყოფილა აქამდე უცხო. უცხო. ხო, ფილმი უცხო. გაგიგიათ ამ ფილმის შესახებ? ამ ფილმში გადაღებული მოვლენები სწორედ ზეტა რეტიკულის სივრცეში ხდება. მოკლედ, თავს ვიმასაჟებ. ცოტა რომ დავშვიდე. იმიტომ რომ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებიც ისევე როგორც წიგნები, რა თქმა უნდა, იმიტომ არის სამეცნიერო, რომ ის გარკვეულწილად ეფუძნება მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს და ის რომ ზეტა რეტიკულის ვარსკვლავების სისტემაში შესაძლებელი იყო დედამიწის მსგავსი, ანუ ისეთი პლანეტის არსებობა, სადაც შესაძლებელი იყო სიცოცხლე, მანამდეც იყო ცნობილი, სანამ ბეტი ჰილი მის მეუღლესთან ერთად ამ ზეტა რეტიკულს დახატავდა ჰიპნოზის სეანსის დროს. კაი, მოდი მივუბრუნდეთ ბობ ლაზარს, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა ცოტა ხანში გავრეკო და მეც დავიჯერო, რომ ზონა 51-ში მართლაც იყვნენ უცხო პლანეტელები და გავაგრძელოთ საუბარი ჩვენს ფიზიკოსზე. ბობ ლაზარის ინტერვიუ, რა თქმა უნდა, კრიტიკის ქარცეთლში გაატარეს. პირველ რიგში იმის გამო, რომ დანამდვილებით შეუძლებელი იყო იმის თქმა, ის მართლა მუშაობდა თუ არა S4-ის საიდუმლო ობიექტზე. მეტიც, ლოს ალამოსში განაცხადეს, რომ ლაზარს აქ არასდროს უმუშავია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც მას წესი დიპლომი ჰქონდა აღებული, როგორც ეს ინტერვიუს დროს გაჟღერდა, მასზე არანაირი ცნობა არ მოიპოვება. ის არც ერთ იქაურ პროფესორს არ ახსოვს. არც კურსდამთავრებულთა ფოტოებში არ ჩანს და არც იმ წლების სტუდენტებს ახსოვთ, რომელ წლებშიც იგი წესით MIT-ში სწავლობდა. უცნაურია, მაგრამ 1990 წელს ბობ ლაზარი დააკავეს სუტინიორობის ბრალდებით. სასამართლომ მას 150 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს გაკეთება მიუსაჯა. 2006 წელს კი ის საგამოძიებო კომისიაში დაიბარეს აკრძალული ქიმიური საშუალებების, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური ტრანსპორტირების გამო. მოკლედ ის, რომ ბობ ლაზარს ფიზიკოსის დიპლომი საერთოდ არ ჰქონდა, მაგაზე უკვე ვისაუბრე, იმაზეც ვისაუბრე, რომ იგი რეალურად სულაც არ მუშაობდა ზონა 51-ში, მაგრამ იქნებ ყველაფერი სახელმწიფომ გააჩალიჩა. იქნებ სახელმწიფომ წაშალა ცნობები მის სტუდენტობასთან დაკავშირებით. კაი, ნუ ამ ყველაფერს ვერც მტკიცებით ფორმაში, ვერც ირონიულ ფორმაში წესიდარიგით ვერ უნდა ვამბობდე, მაგრამ მე მაინც მეღიმება ხოლმე მსგავს რაღაცებზე. მოკლედ, დაველოდებით თქვენს კომენტარებს ამ ყველაფერთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, მე კიდე გავაგრძელებ. 2011 წელს
ჟურნალისტმა ენი ჯეკობსენმა გამოუშვა წიგნის სათაურად ზონა 51, ამერიკის ტოპ საიდუმლო სამხედრო ბაზის უცენზურო ისტორია. იგი ისე იყო შედგენილი, თითქოს ავტორმა რამდენიმე სამხედრო ბაზის თანამშრომელთან ჩაწერა ინტერვიუ. თუმცა ხაზგასასმელია, რომ წყაროების ანონიმურობა ავტორმა შეინარჩუნა. მათი სახელები და გვარები დღემდე უცნობია და სწორედ ამის გამო რიჩარდ როუსმა ვაშინგტონ პოსტში ის გააკრიტიკა. ერთ-ერთმა სამხედრო ბაზის თანამშრომელმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, რომ უცხოპლანეტელების თეფში სულაც არ იყო უცხოპლანეტური. იგი იოზეფ მენგელეს, ნაცისტი ინჟინერების ძმები ჰორტონების და იოსებ სტალინის დაპროექტებული იყო და მასში არსებული უცხოპლანეტელები სინამდვილეში მენგელეს ტყუპების ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მუტანტები იყვნენ. ენი ჯეკობსენმა წიგნის გამოშვებიდან 5 წლის შემდეგ პულიცერის პრემია მიიღო. მართალია სხვა წიგნის გამო, მაგრამ მაინც. მოკლედ ეს პულიცერის პრემია თუ არ იცით რა არის, დაახლოებით ისეთი რაღაცაა, აი ფეხბურთში ჩემპიონთა ლიგის თასი მიიღო, ან ოქროს ბუცი, ოქროს ბურთი, ოქროს ხელთათმანი, UFC-ში ქამარი, NBA-ში ბეჭედი და ასე შემდეგ რა. ისე ისიც უნდა ითქვას, რომ 2013 წელს ბარაკ ობამა პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ზონა 51 ოფიციალურად ახსენა. იდეაში ეს მან ხუმრობით გააკეთა, მაშინ როდესაც შერლი მაკლეინს აჯილდოვებდა. ეს ცნობილი მსახიობი არის, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იმას ამბობდა, რომ თავის რანჩოზე მეხიკოში არაერთხელ უნახავს უცხოპლანეტელი. ხო და მოკლედ ბარაკ ობამამაც ისარგებლა სიტუაციით და ერთ-ორჯერ გაიხუმრა ზონა 51-თან დაკავშირებით. მაგრამ გაიხუმრა თუ არა ბარაკ ობამა? Now, when you first become president, one of the questions that people ask you is, what's really going on at Area 51? When I wanted to know, I called Shirley MacLaine. ერთი სიტყვით, ის რომ ზონა 51 არსებობს, ეგ ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ზონა 51-ს არაერთხელ გაუსაჯაროვებია სხვადასხვა სამხედრო საიდუმლო ხალხის დაჟინებული მოთხოვნით, მაგრამ არც ერთ მათგანში, რა თქმა უნდა, არ იყო ნახსენები უცხოპლანეტელი. გულწრფელად გეტყვით, მე ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ამ ხელა სამყაროში მარტოები არ ვართ, მაგრამ იმ მტკიცებულებების ნიადაგზე და იმ მტკიცებულებების საფუძველზე, ნიადაგზე არის, მოკლედ, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც ზონა 51-თან დაკავშირებით ვრცელდება ხოლმე, ვერც მტკიცებით ფორმაში ვერ იტყვი ვერაფერს და ვერც უარყოფითში. მოკლედ, დაველოდებით თქვენს კომენტარებს, თქვენს აზრებს ამ საკითხთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სხვა შეთქმულების თეორიების განხილვაც ხომ არ გსურთ, მე პირადად დიდი სიამოვნებით განვიხილავ და თუ კი რომელიმე მათგანში ძალიან აბსურდულ, მცდარ და რაღაც ისეთ გაყალბებულ დოკუმენტს ან საბუთს ან მტკიცებულებას ვიპოვე, მაგ მტკიცებულებებზე აუცილებლად ჩავიწერ ვიდეოს. ახლა კი დაგემშვიდობებით დროებით.